მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულებამდე 2 თვე რჩება, თუმცა იურისტებს აქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო რეფორმას კიდევ ერთხელ გაახანგრძლივებს. მათი შეფასებით არსებულ 59 მუნიციპალიტეტში პროცესები გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ დრომდე რჩება ტერიტორიები, სადაც საკუთრების უფლების დამტკიცება მოქალაქეებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს. პარალელურად გაზრდილია მიმართვიანობა იურიდიულ კომპანიებში, რომლებიც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებულ დავებზე მუშაობენ. რა ტიპის სასამართლო დავები მომრავლდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში და როგორია სასამართლო პრაქტიკა. ანუკა ჯოხაძე გვერდდება შეფასებებით ახლა პირდაპირ ეთერში. ანუკა, რა გაარკვია გისმენთ? ნინო, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში არსებული ხარვეზები ისევ დღის წესრიგშია, რის გამოც იურისტები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ 2026 წლის 1 იანვრამდე დადგენილი ვადა ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საკმარისი ისევ არ იქნება. მათი თქმით, პროცესში გამოწვევა შესაბამისი დოკუმენტების მოძიება, რადგან როგორც ცნობილია, რეგიონებში სხვადასხვა დროს საეჭვო ვითარებაში განადგურდა არქივები, რომელთან ერთადაც დაიკარგა მოქალაქეების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი ხსნის, რომ არაკეთილსინდისიერი პირები ამ პროცესით სარგებლობენ და მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც სახელმწიფოს ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდა, მეზობლებთან გარიგების საფუძველზე ირეგისტრირებენ. შემდეგ კი ამ მიწების გადაყიდვა ხდება. ასეთი საქმეები კი ხშირად დავისახით სასამართლოებამდეც მიდის. საქმეების დიდი ნაწილი კი, მათ შორის სახელმწიფო მიწების დატაცებას და შემდეგ მათ გადაყიდვას ეხება. უფრო ხშირია, როცა სახელმწიფო საკუთრებების დატაცება დაიწყეს, ოღონდ არა სტატუსის მქონე, ანუ სახნავსათესის, სადაც მაღალი იყო ალბათობა, რომ ფიზიკურ პირებს ჰქონოდათ საკუთრება, არამედ იმ ფაქტით ისარგებლეს და თავიანთი მიწის ნაკვეთის координаტორი მიუთითეს ისეთ ადგილებში, სადაც რასაც უფრო მაღალი კომერციული ღირებულება გააჩნია, მაგალითად სატყეო ფონდში და ასე შემდეგ და დაცულ ადგილებში და საკუთრების უფლებები დაირეგისტრეს სწორედ იმ ხარვეზის ესე ვთქვათ, წყალობით, რასაც რამოდენიმე მიწის მესაკუთრის ან სოფლის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ დამოწმებით, ესე ვთქვათ, შესაბამისობის დამოწმებით ხდება. საჯარო ეს არ აქვს საშუალება, ყველა ეს ინფორმაცია გაანალიზოს, შეგნით დაინახოს, ესე ვთქვათ, ამ დოკუმენტებში ან განცხადებებში დაინახოს დანაშაული ჯიშნები და შეარჩიოს ასეთი წარმოებები. ეს პირები ასწრებენ არა მარტო რეგისტრაციას, არამედ გადაყიდვას კიდევაც. და ესე ვთქვათ, აღმოჩნდება უკვე ბრჭყალებში, კეთილსინდისიერი შემძენის ხელში ეს ქონებები, რითაც სახელმწიფოს ეკარგება შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის ქონებები დაიბრუნოს. დავების წარმოების ვადები მათი სირთულიდან გამომდინარე განსხვავდება, თუმცა ადვოკატების შეფასებით ამ კუთხითაც არსებობს გამოწვევები, რაც მიწების რეგისტრაციის პროცესსაც აფერხებს. დავების ყველაზე დიდი წილი მათი თქმით ხშირად სატყეო ზონებთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოდის და ასევე პრობლემურია საბჭოთა პერიოდში მოქალაქეებზე გაცემული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაც. იურისტების რეკომენდაციაა, რომ სასამართლო დავების დასრულების ვადების შემჭიდროება მოხდეს, რომ ყოველ ჯერზე რეფორმის ვადების გადაწევის საჭიროება არ იდგეს დღის წესრიგში. სასამართლოს საკმარისად დიდი ხანი ჭირდება საქმეების განხილვასთან დაკავშირებით და ის რაც ამ დავების კატეგორიაზე ხდება, ანალოგიურად არის ამ ჭრილში მოქცეული და თუ დავა დასრულდება მოსარჩელის სასარგებლოდ, არ არის გამორიცხული, რომ უკან რომ დაბრუნდება საჯარო რეესტრი, იქ კიდევ დახტეს პრობლემატიკა, იმიტომ რომ მუდმივად განახლებადია რეესტრის ჩანაწერები, დინამიურია ეს ყველაფერი და გადაწყვეტილებაც აღსრულებადი უნდა იყოს. თუ არა და ისევ ხელახალი დავა წარმოიშობა და პრობლემა მუდმივად მოუგვარებელი რჩება. სახელმწიფო ისეც უნდა გააკეთოს, რომ სასამართლოში დავების განხილვების ვადებთან დაკავშირებით ამ კატეგორიის დავებზე იყვეს გარკვეული ვადა დაწესებული, რომ დამთავრდეს და სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შესახებ კანონის მიზანი და ამოცანა, რაც არის, რომ მივიღოთ საქართველოს მასშტაბით სრული ზუსტი საკადასტრო მონაცემები და სრული ზუსტი უფლებრივი მონაცემები, ამით მიიღწევა და იქნება მიჩნეული, რომ კანონმა მიზანს მიაღწია. წესით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა 3 წლიანი პროექტი უნდა ყოფილიყო და მის ფარგლებში 1,200,000 ჰექტრის აზომვა და რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო. პროექტი 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთავრობის დადგენილებით 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა. მადლობა ანუკა, რა გამოწვევებია მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამაში ანუკა ჯოხაძე საუბრობდა.